ავტოინდუსტრიის მოლოდინები შეჩერდებოდა თუ არა მთავრობის მიერ დანონსებული რეგულაცია, რომელიც აპრილიდან 6 წელზე მეტი ვადის ავტომობილების შემოყვანის აკრძალვას ითვალისწინებდა, რეალურად ისევ მოლოდინად დარჩა. უამრავი პროტესტის შემდეგ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანის აკრძალვის ნაცვლად დაწესდება გამბაჟების 4.5-იანი აქციზი. შემოყვანის აკრძალვა ჩანაცვლდება გაზრდილი აქციზის ტარიფით. ჩვენ ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელს ალექსი ნონიაძეს დაუკავშირდით. ბატონო ალექს, რეალურად არაფერი შეცვლილა. 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების აკრძალვა ჩანაცვლდება შესაბამისი გაზრდილი აქციზის ტარიფით. ანუ აკრძალვა გაუქმდა, მაგრამ გამბაჟების ფასი ისე გაიზარდა, რომ ის ჩვეულებრივი მოქალაქეები მაინც ვერ შეიძენენ ავტომობილებს. მაშინ რას ემსახურება ამ კანონის გაუქმება? მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენ მაყურებელს, მადლობა კითხვისთვის. ანუ რას ემსახურება ეს კანონი? გამჭირდება ახლა რას ემსახურება ეს კანონი, გითხრათ, მაგრამ ფაქტია, რომ ეს არ გაუმჯობესებს ეკოლოგიურ მდგომარეობას, ეს არ განაახლებს, ასე ვთქვათ, ავტოპარკის მდგომარეობას და პირველ გადაწყვეტილებასთან შედარებით ეს მეორე გადაწყვეტილება რა ეფექტის მომტანი იქნება. უკეთესის არა, პირიქით უარესის, თუ პირველ შემთხვევაში აკრძალული იყო 6 წელზე მეტი ავტომობილის შემოყვანა და მაგ შემთხვევაში ავტოიმპორტიორი ვერ შემოიყვანდა იმ რისკის გამო, რომ მერე შიდა ბაზარზე ვერ გაყიდიდა ავტომობილს და ეს თავიდანვე იცოდა, ამ მეორე გადაწყვეტილების თანახმად შემიძლია თამამად გითხრათ, რომ შეიძლება ვიღაცამ გარისკოს შემოიყვანოს, მაგრამ ისევე ვერ გაყიდეს, იმიტომ რომ იგივე ის ყაზახი და ყირგიზი იცის, რომ გამბაჟება საკმაოდ მაღალი თანხა ჯდება, მაგ შემთხვევაში უარს იტყვის შეიძინოს პირველი 3 თვის განმავლობაში და ბოლოს მიადგება ავტოიმპორტიორს და ეტყვის ქართულ ავტოიმპორტიორს დავაკონკრეტებ მიადგება და ეტყვის რომ მომეცი 1/13 ფაში თუ არა და გამბაჟება ძალიან ძვირი დაგიჯდება. ანუ მანამდე თუ იაფი ღირდა გამბაჟება და შეიძლება და ამ ავტომობილის ასე თქვა დაშლა, ხო? ეხლა გამბაჟება კიდე უფრო 3-ჯერ და 4-ჯერ არის გაზრდილი და მაგ შემთხვევაში იწულებულია რა უნაქნას, ხო? ჯობია რომ 1/13 ფაში მისცეს ეს ავტომობილი. ეს შეიცვლება. დანარჩენი ეხლა მოქალაქეებს არ აქვთ ისეთი მსყიდველობით უნარიანობა, რომ ეს მსგავსი, თქვა 7 წლის ავტომობილები შეიძინონ, იქიდან გამომდინარე, რომ გამბაჟების ვალდებულება 3-ჯერ და 4-ჯერ იზრდება. აი კონკრეტული მაგალითი შემიძლია მოგიყვანოთ, თქვა 2-დან 0 ძრავით ავტომობილი 2016-იანი თუ გამბაჟება ღირდა მანამდე 2200 ლარი, ეხლა გახდება 9000 ლარი და შეიძლება მეტი იქ დამატებითი გადასახადებიც ემატება იმპორტის გადასახადი, მომსახურების სააგენტოს მოსაკრებელი და თავისუფლად შეიძლება რომ 10000 ლარამდე ავიდეს ამ შემთხვევაში ჩვენი მოქალაქე. ვის აქვს იმის ფუფუნება, რომ $3000 წარმოიდგინეთ, $3000 მანქანაში გადაიხადოს 2-ჯერ უფრო ძვირი, ხო? ფაქტიურად უორმაგდება ამ შემთხვევაში ფასი და შესაბამისად ისევ და ისევ ვერ განვაახლებთ ავტოპარკს, ეკოლოგიურ მდგომარეობად შესაბამისად იქნება ასე ვთქვათ ისევ მძიმე და საბოლოო ჯამში კიდევ ერთხელ ვამბობ ვერ გეტყვით და არ ვიცი რას ემსახურება ეს ახალი ინიციატივა და ეს კანონი. ფაქტია ერთი, რომ ჩვენთან კონსულტაცია პირდაპირ წესით, რასაც ქვია კონსულტაცია, არ გაუვლიათ. ჩვენ გქონდა სულ სხვა მოთხოვნები. პირველი ნაწილი მართალია დაკმაყოფილდა ის, რომ ასაკობრივი შეზღუდვა არ უნდა ყოფილიყო და პირიქით გაზრდილიყო და კარგია რომ შეიცვალა, მაგრამ არა იმდენად, რამდენადაც მივიღეთ. ეს არის 4 ლარ ნახევარი 1 კუბურ სანტიმეტრზე, ხო? ძრავის მოცულობა მაგ მხედველობაში. თქვენს ასოციაციას და საერთოდ ავტოიმპორტიორებს კიდევ რა ახალი პრობლემების წინაშე დააყენებს ეს ახალი გადაწყვეტილება? რა პრობლემებს გამოიწვევს ეს ავტოიმპორტიორებისთვის? როგორც მოგახსენებთ, ავტოიმპორტიორებისთვის იმ პრობლემას გამოიწვევს, რომ ელემენტარულად რეექსპორტის ფაქტიურად რეექსპორტს ვკეტავთ და რეექსპორტის მთლიან მიმართულებას 7 წელი და ზემოთ ავტომობილების ხელში უგდებთ ყაზახ და ყირგიზ დილერებს. და ისინი ისედაც კონკურენციას გვიწევდნენ და ეხლა უფრო დიდ კონკურენციას გაგვიწევენ, ეს ფაქტია, ამას ვერ გავექცევით. ასევე შიდა ბაზარი, რასაც ქვია, ისევ და ისევ ეს გამოსავალი არ არის, როგორც გითხარით და შიდა ბაზარი ჩაიკეტება
ავტომობილებისთვის, ახლა შემოყვანილი ავტომობილებისთვის, იმიტომ რომ მოსახლეობის 95%-ს არ აქვს 6 წლამდე ავტომობილის შეძენის ფინანსური შესაძლებლობა. თითქოს კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს მოხსენით, მაგრამ მოდი დავუკვირდეთ და ავხსნათ, თუ 2016 წლის ავტომობილი იგივე დამიჯდება მე, რაც თქვათ 2022 და 23 წლის ავტომობილი, რატო უნდა გადავიხადო ბიუჯეტში მეტი, პირდაპირ ვამბობ, რატო უნდა გადავიხადო ბიუჯეტში მეტი და ვიყიდო ძველი ავტომობილი, როცა შემიძლია თქვათ, ცოტა თუნდაც ოდნავ დავამატო და ვიყიდო უახლოესი ავტომობილი, უახლოესი მოდელი. უახლოესი ავტომობილი, უახლოესი მოდელი არის ნაკლები პრობლემები, თქვა ტექნიკური სერვისის თვალსაზრისით, თორე შეიძლება იგივე ის 2016 წლიანი ავტომობილი ტექნიკური მდგომარეობით ჯობდეს ზოგიერთ 2023 წლის ავტომობილსაც, მაგრამ პირობითად აპრიორში ვთქვათ, რომ ახალი ავტომობილია შედარებით და თქვათ, კაი მდგომარეობაში შემოვიდა, ნაკლები პრობლემები აქვს, ანუ რატო უნდა გადავიხადო მე უფრო იგივე ფასი და ვიყიდო ძველი ავტომობილი, როდესაც შემიძლია იგივე ფასად თუ იგივე დამჯდება, იგივე ფასად შევიძინო უახლოესი მოდელი. რა აუცილებელი ნაბიჯია გადასადგმელი? გამოსავალი არის, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს გამბაჟების ვალდებულება 4.5 მთავრობამ დაწიოს ქვემოთ და ეს განხილვები წავა სავარაუდოდ პარლამენტში, იმიტომ რომ კანონპროექტის სახე უნდა მიიღოს ამან და კანონპროექტი მოგეხსენებათ პარლამენტის განსახილველია. ახლა ამას დადგენილებას მე ვფიქრობ, რომ ერთი ადამიანი პრემიერ-მინისტრი ვერ მოაწერს, ყველა ვარიანტში პარლამენტში შევა, ამიტომ არის შანსი იმისი, რომ ხალხის ხმა გაიგონონ და დააკლონ გამბაჟების ვალდებულებას. არ ვიცი, თუ ახლა არის 2016 წლიანი ავტომობილი, თქვა პირობითად ლარი და 20, უпроსტად არის ლარი და 20, პირობითად იყოს თქვათ მაქსიმუმ 2 ლარი. თქვათ პირობითად მაქსიმუმ 2 ლარი. ისიც მოსახლეობას უნდა ვკითხოთ, თქვათ რისი გადახდის საშუალება აქვს. შეიძლება ამის გადახდის საშუალებაც არ აქვს მოსახლეობას. ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ უნდაც და სურვილი აქვთ, რომ დათმონ და გაითვალისწინონ მოსახლეობის აზრი, ეხლა ძალიან მნიშვნელოვანია ამის გაკეთება. კიდევ ერთხელ ვამბობ, უნდა პარლამენტში განხილვების დროს 4.5 უნდა ასე ამ ტარიფს უნდა დააკლოს ფასი. რაც შეეხება თვითონ ადამიანებს, რაც შეეხება ჩვენ შეგვეხება, უშუალოდ ადამიანებმა უნდა ვაგრძნობინეთ და უთხრათ, რომ ამ ქვეყნის პატრონი არის არა რომელიმე ხელისუფლება, არ აქვს მნიშვნელობა დღევანდელი, გუშინდელი თუ ხვალინდელი, მაგას მნიშვნელობა არ აქვს. არამედ მოსახლეობაა და ჩვენი ხმა მარტო სოციალური ქსელით არ უნდა გავაგონოთ. უნდა ვიყოთ ბევრად უფრო აქტიურები და უნდა ვაჩვენოთ, რომ ელემენტარულად თუ არის მათივე მონაცემებით სტატისტიკით არის 1,900,000 ავტომობილი, საშუალოდ თითოეული ადამიანი რომ თითო ავტომობილზე საშუალოდ მომხმარებელი რო ვიანგარიშოთ 2, გამოდის თითქმის 4 მილიონი ადამიანი გამოდის მომხმარებელი, ესე მთელი საქართველოს მოსახლეობა. ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ, ძალიან მნიშვნელოვანი სეგმენტია, რაც გვაერთიანებს და ასთა სხვადასხვაობას არ იწვევს სხვა საკითხების მიუხედავად ერთი რაც გვაერთიანებს ეს არის ავტომობილები, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, ბევრისთვის შემოსავლის წყარო არა მარტო უშუალოდ ავტომობილების მომსახურება და მისი გაყიდვა, არამედ სხვა მომიჯნავე დარგები, თუნდაც იგივე ტაქსის ბრძოლები, იგივე დისტრიბუტორები და ასე შემდეგ, ხო? ამიტომ ძალიან ასე ვთქვათ, ღიად უნდა დავაფიქსიროთ ჩვენი აზრი და უნდა ვთქვათ, რომ ეს კანონი მიუღებელია და პარლამენტმა ამ კანონს ხარი არ უნდა დაუჭიროს.